ხალხმა უნდა მიიღოს ყველა შეშმო პირი ისეთი, როგორებიც ვართ. Აბსოლუტურად ყველა. მეც ამათ კატეგორიას განვეკუთვნები, მართალია აუტიზმით დაავადებული არ ვარ, მაგრამ მეც შეშმო პირი ვარ. ხო და ყველამ უნდა მიგვიღოს ისეთები, როგორებიც ვართ და არანაირი გაკვირვება და მსგავსი რაღაცა არ უნდა არსებობდეს. 2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 2007 წლის 18 დეკემბერს გაიროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით გამოცხადდა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე და ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დასვასა და რეალიზაციას. 2 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღეს. წლევანდელი წლის სლოგანია პატივისცემა, ჩართულობა, მიმღებლობა. ჩვენი დღის ცენტრის ტრადიციულად ამ დღეს ყოველთვის აღნიშნავს და დღესაც ჰქონდა რამოდენიმე აქტივობა, მათ შორის იყო ასფალტზე ხატვა. ეზოში ჰქონდა გაკეთებული ეს აქტივობა. ზოგადად მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა და ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ ამ დიაგნოზის შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის, მაგრამ სინამდვილეში არ იციან ამ ადამიანების საჭიროებები. ძალიან ისეთი სათუზი თემაა ეს, მე ვფიქრობ და ძალიან კარგია რომ არსებობს ეს დღე და ხდება ცნობიერების ამაღლება ადამიანების, იმიტომ რომ უნდა შეიცვალოს მიდგომები თვითონ აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებთან. მე ვარ ამათი მუსიკის პედაგოგი ამ ბავშვების. არის დღეს ამათი დღესასწაული და ყველას ულოცავ აუტიზმის საერთაშორისო დღეს. არანაირი გაკვირვება და მსგავსი რაღაცა არ უნდა არსებობდეს საერთოდ საზოგადოებაში, რომ ამან ეს როგორ გააკეთა და ეს როგორ იქნება, ერთად როგორ იქნებიან შეშმო პირები და ასე შემდეგ და მე მგონი უკვე გამოსწორდა ეს ყველაფერი და ხალხმა მიიღო, როგორც ვიცი. და ჩვეულებრივ აუტიზმის წარმომადგენლებიც ჩვეულებრივ უნდა მიიღონ, მე მგონი საზოგადოებამ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნება ვიცი, რომლებიც არიან აუტიზმით, იყვნენ აუტიზმით დაავადებულები და 1000 სასწაულს ჩადიოდნენ. აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. აუტიზმის სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენს 3 წლის ასაკში. აუტიზმი მეორე მსოფლიო ომის დროს პროფესორმა ლეო კანერმა დააფიქსირა. მალე გამოიყო ნიშანთა ერთობლიობა, რომლის არსებობის პირობებში აუტიზმის დიაგნოზი ისმება.